მოგესალმებით, ვერფასოს ნენერებოდა მეგობრებო, დღეს მე თქვენ შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოს. და ეს არის ლეტალია და პანდორას ერთობლივი ახალი ვიდეო დანომრის გარეშე. მე დამჩა მესამე ვიდეო ასატვირთი მესამე წრის პირველი ვიდეო უბრალოდ გადასათარგმნი, მაგრამ ეს სხვა ვიდეოა და ეს ერთობლივი პანდორა და ლეტალიას ვიდეო ეხება ტიბეტის საიდუმლოებს. მას დავიწყოთ. მანამდე მოდით მე დაცვას დავაყენებ. მე ვუგდალავ ყველა დაბალ ვიბრაციულ არსებებს იმოქმედონ ჩვენ სხეულებზე, ჩვენ ბიოლოგიურ ველზე, ამა თუ იმ მეთოდით. მასი იყო, მასი იქნება, მასი არის. ვადასტურებ. ხო, გოგოებმა გააკეთეს შესავალი და ახლა სიტყვა მიანიჭეს პანდორას. და პანდორა ამბობს, რომ მე მქონდაო საინტერესო ხილვა. ეს ხილვა დიდი ხნის, არც ისე დიდი ხნის უკან ნახეო, მე ვიდეოც კი ჩავწერეო ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ინფორმაცია სულ რეზონირებსო და მე ხშირად ხედავო ხილვებს ამ სამყაროსთან დაკავშირებით. აქ პანდორა გულისხმობს ტიბეტს, შამბალას. მე მქონდაო ხილვა, სადაც მე ვიყავიო ჩემი მაღალი ასპექტის, ჩემი ავატარის სხეულში, კალის სხეულში. კალი ყველა მიცით რა, ვინაა უბრალოდ. კალი, ქალღმერთი კალი გავრცელებულია უფრო ინდუსურ რელიგიაში. ხო, უფრო ცემენ თაყვანს ინდუსები. და ეს კალი ქალბატონია და მე ხედავდიო, რომ კალი მიდიოდაო გამოქვაბულში, უბრალოდ გამოქვაბულებში როგორ დადიოდაო და როდესაც გამოვიდაო ამ გამოქვაბულებიდან და ამ ხილვაში ეს ქალღმერთი კალი მეუბნებაო, რომ ჩვენ შევედითო კაილასის შიგ. როგორც არ ვიცი, ბევრმა იცით თუ არა, მაგრამ კაილასი მთა არა. კაილასი არის ხელოვნური ნაგებობა. მე ცალკე ვიდეოს მოусმინე ადრე ამასთან დაკავშირებით და შიგ პირამიდას მაგვარია ეს მთა. გარეთ კიდე პატარა პირამიდები გარშემოწყებულია მის გარშემო. ხო და ეს იქ არის რაღაც დანადგარები და სხვათა შორის კაილასის გარშემო დრო აჩხარებულია. ადამიანი ორ კვირაში ბერდება, იქ რო ორი კვირა დარჩეს. ორ კვირაში ბერდება ჩქარა იმ ორ კვირაში და პანდორა ამბობს და ამ მთა კაილასის ქვეშ შუაში გაჭიმულია უზარმაზარი ქალაქიო. ამ ქალაქისკენ მიდისო უზარმაზარი კიბე. ეს კიბეები ჩამოგავს პირამიდებს, უზარმაზარი ბარდივრები. კალი მიდის ამ ქვის საფეხურებზე და ხელში უკავია ბავშვი, რომელიც ჩამოგავს ღვთაება მაიმუნს, ხანუმანს და შედის ამ ქალაქში და ამბავს არასდროს არ ზინავს. შუა ქალაქში მდებარეობს უზარმაზარი კრისტალი, რომლის მეშვეობით
ეს უზარმაზარი ქალაქი სულ განათებულია. ანუ გამოსხივებას იძლევა ეს კრისტალი და განათებას უკეთებს ქალაქს. და შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ეს შეუძლებელიაო, რადგან ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობს სინამდვილეში, არ არსებობდაო არასდროს. მაგრამ პანდორა ამბობს, რომ სინამდვილეში იყო ისეთი ცივილიზაციები, რომლებიც განვითარებული იყვნენო მაგიურ ტექნოკრატიულად. და ეს ცივილიზაციები ამუშავებდნენ იგონებდნენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორც შიდა მზე და რომელიც ჩამოგავდა ტიპიურ ტექნომაგიას. და ეს შიდა მზე განათებას უკეთებს ამ ქალაქს. და სახლები ამ ქალაქში ჩამოგავს ჩინურ პაგოდებს. არა, მე ამით არ გულისხმობ რუსულად. პაგადა, არ ვიცი ხა ქართულად როგორ გადავთარგმნო, არა, ეს ამით არ ნიშნავს. პაგოდებს რუსულად პაგადას უწოდებენ ბუდისტური სტილის შენობებს, რომლებსაც მოგვიანებით, რომლებმაც შეიძინეს რელიგიური ხასიათი. აგრეთვე, ზოგი სახლი გავდა ბუდისტურ ამ პაგოდას მაგვარ ამ ბუდისტურ პაგოდებს, აგრეთვე გავდა ინდუსურ შენობებს. ხო, მე ხა შევედი ინტერნეტში და ქართულადაც პაგოდა ქვია. პაგოდა. კიდე ვიმეორებ, ხო, რუსული სიტყვა არის ეს რუსულ ენაში პაგოდა, მაგრამ ამიც არ ნიშნავს და მახვილი, როდესაც იგულისხმება ეს ბუდისტური შენობა, სიტყვის დასაწყისში მეორე ასოზე აზე ირტყმება. პაგოდა და რა პაგოდა. ხო, მახოთ რომ შეცვლით, პაგოდა ამიც ნიშნავს, მაგრამ პაგოდა არის შენობა, ბუდისტური შენობა, ნაგებობა უბრალოდ. ხო, და ეს ინდუსური შენობები ჩამოგავს ინდუსურ ტაძრებს და ამ შენობებში ცხოვრობენ შამბალიელები. ანუ ეს ქალაქი ყოფილა შამბალა და ამ შენობებში დაცულება შამბალიელები. და ამ შამბალას მაცხოვრებლები არამხოლოდ ადამიანები არიან. აქ ამ ქალაქში ცხოვრობენ სხვადასხვა არსებები. იქ ცხოვრობენ არსებები, რომლებიც გავლარიან ხანუმანს, ანუ ნახევრად ადამიანი, ნახევრად მაიმუნები. ამ ქალაქში ცხოვრობენ არსებები, რომლებიც ჩამოგავენ უცხოპლანეტარულ სხვადასხვა რასას. და ისინი ცხოვრობენ იქ ძალიან დიდ ხანს. აქ ეტყობა ეს ვიდეო ახალი დადებულია და ტექსტი არა აქვს ჯერ. ამიტომ მე მიწევს ხოლმე შეჩერება ჩაწერის, რომ მოусმინო ამ გოგოებს. ამ მაცხოვრებლებმა, ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა იციან ზეპირად ყველა შესავალი გამოსავალი იქედან. მე როგორც ქალღმერთი კალი იქ ვიყავი დიდხანს, რადგან იქ არსებობენ სკოლები, ტექნომაგიური სკოლები, სადაც აგრეთვე იქმნება ფრინავი აპარატები, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ხედავთ ცაში და ახალ მომავალში უფრო მეც ვნახავთ მათ საფრენ აპარატებს, აგრეთვე ჩვენ კიდევ ვნახავთ ფრინავ ქალაქებს. ესეც ტექნოლოგიაა. ხო, ახლა ჩაერთო ლეტალია და ხო, ესენი იქნებაო ვიმანები, ქალაქი ვიმანები, რომლებიც შენდებოდაო ცნობიერების დახმარებით. ანუ ფიქრით. და ლეტალია ამბობს, რომ ეს ქალაქი არ იმყოფებაო მესამე განზომილებაში. ეს ქალაქი იმყოფებაო მეხუთე განზომილებაში. ამიტომ ფიზიკურ დონეზე ამ ქალაქს ვერავინ ვერ ხედავს. ხო, ამას ადასტურეს პანდორაც, ის ამბობს, რომ იქ სიხშირების მიხედვით არისო. და ამ ქალაქში შესვლა ყველას არ შეუძლიაო. კი არის რაღაც ადგილები,
სადაც სიხშირეების მიხედვით ზოგჯერ გადიანო, მაგრამ იქაც არისო საზღვარი, რომლის იქეთ არავის უშვებენო, რადგან სიხშირეები მაღალ დონეზე არისო. ხო, სპეციალური ტექნოლოგიების დახმარებით შესასვლელებს იცავენ და ამ შესასვლელში შეუძლია გავიდეს მხოლოდ ის არსება, რომელსაც მაღალი ვიბრაციები აქვს, რომელსაც სულთა კარმა აქვს და რომელსაც არ აქვს არანაირი ნეგატიური განზრახვები. და ისინი არიან რჩეულები. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანს უგზავნიანო იმპულს ან თითქოს პატიშებენ რჩეულ ადამიანებს. აგზნობინებენ, აგებინებენ და რომ ამ ადამიანმა შეძლოს სიხშირეების მიხედვით რაღაც განსაკუთრებული მონაკვეთის გავლა. ხო, ახლა ლეტალია წარმოადგენს ძველი ჩანაწერის ამონაჭერს, სადაც ის ყვება შამბალაზე. და ამ ჩანაწერში ლეტალია ყვება, როგორ ნახა თავისი თვალით, თუ სხვადასხვა არსებები როგორ ზილარიან სამათხში, ანუ გათიშულები არიან და იმყოფებიან, მათი სხეულები გამოსულია მათი სულების სხეულებიდან და ისეთ სომათხი სითხის ალბათ იგივე სითხია, მდგომარეობაში არიან ჩაღმავებული თავის თავში. ხო და პანდორა ერთვება საუბარში და ამბობს, რომ ჩვენ ვიდეოც კი ჩაჯვრაც კი ჰქონდათო, სადაც შამბალამ ნახეთო, როგორ ხომალდი, კოსმოსური ხომალდი ზევიდან თასგავსო. ხო, ლეტალი ამოწმებს, რომ კაილასი არ არის ბუნებრივი ნაგებობა, ეს არის უზარმაზარი პირამიდა, რომლის უკან იმალებაო, უпроსტად ეს პირამიდა იმალება მთის ფორმის ქვეშ, ანუ ადამიანებს გონიათ, რომ ეს მთა სინამდვილეში ეს არისო პირამიდა, როგორც მიგითხარით თქვენ. და ეს მთა არავის არ უშვებსო თავისთან სიახლოვეში. მე მახსოვსო, რომ ერთმა სამეცნიერო ჯგუფმა მივიდაო კაილასთან გავასაკვლევად და ზევითაც კი არა სულანო, 1-300 მეტრი სიმაღლეზე ავიდნენ და ხელისგულები დაადესო ამ კვდეს, ამ მთას. და ვინც ხელისგულები დაადო კვდას, ყველას დამწვრობა მიიღო. და ამ დამწვრობის განკურნება ხდებოდა რამდენიმე თვე. ისეთი ძლიერი დამწვრობა მიიღეს. ის ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება კაილასზე, ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონებია. ეს ტექნოლოგია არის უძველესი ტექნოლოგია, რომლითაც ფლობდნენ უძველესი ცივილიზაციები. და ის ცივილიზაციები კაცობრიობაზე უფრო, სანამ კაცობრიობა გაჩნდებოდა, უფრო ადრე არსებობდნენ. და მე მოგიყვებითო თქვენ იმ ვიდეოში, რომელსაც დავდექო, გამოქვაბულზეო, სადაც აღმოვაჩინეთო ჩემი გამტარებელი არა, გამცილებლის, ყველას ყავს გამცილებლებიო, კურატორები და ასე შემდეგ. ტალეპის დახმარებით, ტალეპი მომავლიდან თვითონ ლეტალია. და ჩვენ არტეფაქტს მივაგინითო. ვნახეთო ტექნოლოგიები. ხო, ახლა ლეტალიამ ჩართო თავისი ჩანაწერი, ძველი ჩანაწერი, სადაც ლეტალიას ართმევენ ინტერვიუს და ის პასუხებზე, კითხვებზე პასუხობს. მე მგონია, ლეტალია გიპნოზში ჩააგდეს. ხო, ლეტალია ჩაუგდიათ გიპნოზში და კითხვებს უსვამს ვიღაც ქალი, ეს ჩანაწერში ჩანს. და ლეტალია პასუხობს. მე ვხედავო გამოქვაბულს,
ხედავ სხვა განზომილებას. ეს გამოქვაბული მიუცდომელიაო ფიზიკური პლანიდან და როდესაც ეს განზომილება სრული ძალით დაიმკვიდრებს დედამიწაზე ადგილს, ასე ვთქვათ, ეს განზომილება დედამიწაზე გახდება მისაწვდომი, ხოლო მაშინ შეძლებთ ადამიანები იქ მოხვედრას. მე შევდივარო გამოქვაბულში, შესასვლელი მდებარეობსო ჩემ თავზე მაღლა. ეს გამოქვაბული ბუნებრივიაო. მე გავდივარ რამდენიმე ნაბიჯს სიღრმეში. იქ ხვდები კიდევ ერთ ტიბეტელს. მას აქვსო შავი იშვიათი თმები, გვრალის სახე. ამ ტიბეტელის სიმაღლე არის სადღაც მეტრო ნახევარი არამეტი. მას აცვიაო ტილოს პერანგი გრძელი სახელურებით და ფართო შარვალი. უпростоრად ამ ტიბეტელს აცვიაო ტილოს პერანგი ფართო და გრძელი სახელურებით. იმავე ტილოს შარვალი უხეში შარვალი ტილოს უხეში მასალისაგან. ფეხზე აცვიაო გაცვეთილი ბატინკები. როგორც მე მიხვდიო, რაც აცვიაო, ის არისო ხელით ნაკეთები, ყველაფერი, ხელით ნაკსოვი ტილო, ყველაფერი ხელებით გაკეთებული, არა ქარხნული. იქ არ არის გადაკვეთა ცივილიზაციებთან. ეს ტიბეტელი ზისო მარცხნივ შესასვლელთანო ლეტალია ამ ადგილს უწოდებს როგ, რქას არ ნიშნავს, როგს უძახებს, ამ ადგილს უწოდებს როგ ბოლოს. ამ როგის ესე იგი სიგანე რამდენიაო არ ვიციო და ეს კაცი ზისო ამ როგში შესასვლელთან მარცხნივ ალბათ ოთახის მაგვარია რაღაც. და მე ხელები გავშალიო და ის რასაც ლეტალია უწოდებს როგ, ის ოთახის მაგვარი არისო დიამეტრით სადღაც მეახლოებით 3 მეტრამდე. და ამ წერტილის, ამ ოთახის მაგვარი წერტილის სიმაღლე 20 მეტრამდეაო მეახლოებით. ეს როგი არისო ძალიან გრძელი, მაგრამ ძალიან ვიწრო და რაც უფრო გრძელდებაო სიგრძეში, ვით უფრო ვიწროვდებაო. გამოქვაბულია, ესე იგი კიდევ აგიხსნით, ის ადგილი, სადაც შევიდა ლეტალია და რომლის შესასვლელთან იჯდა მარცხნივ ეს ტიბეტელი, სიგანეში ის გრალი იყო, სიგანეში 3 მეტრი, სიმაღლეში 20 მეტრამდე, 20 მეტრამდე, მაგრამ ამას აქვს კიდე პატარა, ასე ვთქვათ, გამოქვაბული, რომლის სიგრძე მიდის სიგრძეში, ხო, და რაც უფრო შორს, რაც უფრო სიგრძეში მიდის, უფრო ვიწროვდება თურმე. ეს გამოქვაბული კიდევ სიგრძეში, განსწრებ, მიდის განსწრებ, მისი ფსკერის განსწრებ, მიდის კიდევ სიგრძეში. და გრძელდება, სანამ, ესე იგი, ხო, თავდება შესახვევით ეს გრძელი გზა, თავდება შესახვევით მარჯვნივ და ამ შესახვევსო ვიყავხარო ისევ გამოქვაბულში. და ის მონაკვეთი, რომელიც გაიარა ლეტალია და რომელსაც ხედავს, დაფარულიაო ბრონზად, რომელსაც აქვსო მუქი ნარინჯისფერი ფერი და ამ როგის კედლები
ფაქტურად ისიც გამოქვაბულია, მაგრამ ეს არის არასწორი ფორმის გამოქვაბული, ამიტომ მაგას უწოდებენ როგ. მე ასე მივხვდი. და ეს ამის კედლები, როგორც გითხარი, დაფარულია ნარინჯისფერი, მუქი ნარინჯისფერი ისა ფერით და ამ კედლებზე ამობურცულია ტექსტები. ასოები ამოყვანილი და რაღაც ტექსტები წერია. მე ხელის გულით შევეხეო ამ ამობურცულ ასოებს რაღაც წარწერით და ეს ასოები ჩემთვის იყო უცნობი, მე არ ვიციო რა ენაზე ეწერაო ეს ტექსტი, მაგრამ მქონდა შეგრძნება, რომ ეს იყო ძველთა ძველი ენა, რაღაც ენერგია მოდიოდაო ამ კედლიდან. და მე დავთექიო გამოსასვლელთან ამ როგის ნაპრალთან ტიბეტელს რაღაც უკავია ხელში, რუსულად ქვია კალატუშხა და მაგით უწყამსო ამ როგის კედელზე და ისეთი სასიამოვნო ხმა გაისმისო, ისეთმა ხმა, ისეთმა გერამ გაიჟღერაო, ვიბრირებდაო ეს გერა და მთელი ამ როგის სიგრძეზე გაიფანტაო. ამ ხმის, ამ გერის ზემოქმედების ქვეშო ჩემი სხეული იშლებაო ნაწილაკებზე და როგორც გაწყვეტილი ძიები იყლებაო იატაკზე, ამ როგის იატაკზე და გაიფანტაო. მე გავხდიო ეს პატარა დაყრელი მძივებიო და ამ გერის ჟღერადობა გრძელდებაო და მისი ასე ვთქვათ ჟღერის ძალით მთელი როგი ივსებაო, მთელი გამოქვაბული. ხაერიც იწყებსო ვიბრირებას, ხდებაო რაღაც ტრანსფორმაცია, რომლიც აღწერა რთულიაო. ხო, რამე და გითხრათ ჩემო მსმენელებო, ეს ბუშტები რო კიდია, ეს ჩემი არაა, აქ დგომურია ჩვენთან, რომელიც საღამობით გადის დადიანების პარკში და ყიდის, მაგრამ ფონის გულიზა ჩემი ტელეფონი დავაყენე ისე რომ რაღაც სიახლე, ფონური სიახლე წარმომედგინა. მე მგონი ის გამახსენდა ტენი, მე რო წინათ ვიდეოში ვერაფერს ვერ გავიხსენე, რა ქვია იმ ცელოფანს ლურჯფერს, რომ ჭვიმისგან და სიცხისგან იცავს მეთქი, ტენი გამახსენდა. ხო, აქ ტენია დაფარული რაღაცები აწყვია. და უცებ როგში შესასვლელთან ტრიალს იწყებს ქარიშხალი, რომელიც ტრიალებს ისრის ისევ, რომელიც ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით და ტრიალებს როგორც ტორნადო. ეს ქარიშხალი თავიდან ფართოა, მაგრამ შემდეგ თანდათანობით იწყებს ტრიალს უფრო ჩქარა და ვიწროვდებაო. ეს ქარიშხალი იწყებს ჩემი ნაწილაკები, დაშლილი ნაწილაკების ისევ თავიდან შეგროვებას და თანდათანობით ნელ-ნელა თავიდან იწყობა ჩემი სხეული. უკვე ტრანსფორმაცია გავლილი, ახალი სხეული იქნება, გროვდება. ჩემი სხეულის თავიდან აწყობა იწყება ფეხებით და უფრო მაღლა და მაღლა ადის, მაღლა და ყალიბდება ჩემი ახალი სხეული. ჩემი სხეული იწყებს გამოვლინებას. ხო, ვინც ლეტალიას გიპნოზში ესაუბრება, ანუ გიპნოზორი კითხვას უსვამს, კითხიო შენ ტალებს, შეიძლებაო თუ არა დაავადებების განკურნება ამ მეთოდის მეშვეობით. ლეტალია პასუხობს
ტალეპტის კარნახით, რასაც ახალ ლეტალია მოყვა, ის ყვება ტალეპტის ნათქვამს. ტალეპტი საუბრობს ლეტალიას ენით, ხმით. ამდაგვარად, რაც ახალ ლეტალიას გადახდა ამ გამოქვაბულში, ინკურნებაო წვრილი სხეულები, არა მატერიალური სხეულები. ადამიანის არამატერიალური სხეულები. მაგრამ რადგან ადამიანის წვრილი სხეულები პირველადია, მოგვიანებით ეს ინფორმაცია ჩამოვა ფიზიკურ სხეულის დონემდე. მაგრამ ამას სჭირდებაო დრო. ხო, მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩვენი წვრილი სხეულები ეფირული მით უმეტეს არის პირველადი სხეული. ჯერ ყალიბდება ეფირული კარკასი, შემდეგ ყალიბდება ადამიანის ფიზიკური სხეული. რაც ვლინდება წვრილ სხეულებში, შემდეგ ის იძენს ფიზიკურ ფორმას. ასევე ხდება დაავადებების დროსაც. თუ რამე დარღვევა მოხდა წვრილი სხეულის დონეზე, ის დარღვევა გამოვლინდება ფიზიკურ სხეულზე. და მას დასჭირდებაო, შეიძლება დასჭირდესო დღეები, შეიძლება დასჭირდესო თვეები, მაგრამ არა მეტი. ის გიპნოზორი, ისაც მიყავს ახლა ლეტალიას გიპნოზი, ეკითხება, თუ ადამიანსო აქვსო რამე ქირურგიული ჩარევა და ამოკვეთილი აქვსო რაღაც ორგანოები, ამ შემთხვევაში რა ხდებაო? ლეტალია პასუხობს, ინფორმაციულ დონეზე, ანუ წვრილი სხეულების დონეზე, ეს ორგანოები არსებობენ. თუმცა ფიზიკურად მოკვეთილია, მაგრამ იქ წვრილ დონეზე ეს ორგანოები ყველა არსებობს. ნიშნულობა არ აქვსო ამას. თვითონ ორგანოები ფიზიკურ დონეზე არ აღდგებიანო, მაგრამ ფუნქციონირებას გააგრძელებენო ისე თითქოს და ეს ორგანოები არსებობენო. ამოწვრილი ორგანოები გააგრძელებენო ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, ძველებურად. და გიპნოზორი გთხოვს ლეტალიას ცოტახანი კიდე დარჩიო და გამოიკვლიო ეს გამოქვაბული. ხო, ლეტალია პასუხობს, რომ მეც მაინტერესებსო ძალიან ამ გამოქვაბულის ასე თქვა დათვალიერება. ჩვენ ახლა შევდივართო სიღრმეში, გამოქვაბულის სიღრმეში. გასასვლელი ძალიან ვიწროვდებაო. მე ვხედავო ამ როგის, ანუ ამ ვიწრო გამოქვაბულის კუც, რომელიც მთავრდებაო ვიწრო დაბლოებით, მაგრამ გასასვლელი მაინც გრძელდებაო და მე ძლივს გავდივარო ამ ვიწრო გასასვლელში და იქ ამ ბოლოში ამ გასასვლელის კედლებს აქვსო ამონაბურცები, რომლებიც ძალიან ბასრიაო და მე ვჩერდებიო და უცებ კედლები ფართოვდებაო, გასასვლელი ფართოვდებაო და მე ხედავო შემთვალწინ წარსგაო უზარმაზარი დარბაზი. ეს დარბაზი, ამ დარბაზს აქვს ბურთისნაირი ფორმა. ჩემი სხეული ისე ვიწყებსო ვიბრაციას, ეს რაღაც აუხსნელია, ეს ადგილი არ გავს გამოქვაბულს და ამ ბურთისებრივ ჭერის ცენტრამდე გუმბათივითა, ეს ბურთი, ეს ჭერი გუმბათივითა და აქ გადის რაღაც თეთრი ხაზები, რომლებიც თავდება ბოლოში ბურთებივით. და ამ ეს ხაზები თავდება ამ ბურთის მაგვარი ოთახის შუაში. ცენტრში მდებარეობს რაღაც წერტილი მოდიდო წრე და ამ ცენტრისაგან გადის
მილები ბრონზისფერისა, მასეთივე ბრონზისფერისა, ანუ მუქი ნარინჯისფერი და ეს მილები ამ მილებს ბოლოში აქვს ბურთები. ეს მილები თავდება ბურთებით. მიმაგრებული ბურთებით. ისეთივე ბრონზის ბურთებით. და ეს მილები შუიდან ამ პატარა წრიდან, წერტილიდან ყველა მხრივ არის გაფანტული და ამ გამოქვაბულის ოთახის, გამოქვაბულის ესე იგი ბურთისნაირი ფორმის გამოქვაბულის შუა ადგილამდეა გაფანტული. ანუ ეს მილები ცენტრიდან მიდის ყველგან ჭერში, იატაკზე, გვერდებში და მიყრდნობილია კედლებზე. დაბოლოება ხო ბურთისებული აქვს და ეს ბურთები იმაგრებულია ყველგან. შუა ოთახამდეა ეს ყველაფერი. ოთახის უბრალოდ ამ გამოქვაბულის შუა ადგილია და შუა ადგილზე მდებარეობს აი ეს თითქოს და სხივი, მზის სხივებიაო გაფანტული ცენტრიდან. და ქვევიდანო არისო განლაგებული ამ ბურთის ნახევრის ქვის ნაწილი, ქვიანი ნაწილი უფრო სწორად. იქ ცოტა ბნელა ამ შუა დარბაზში დგას ფიალა, რომელიც განლაგებულია არც ისე მაღალ რკინის ფეხზე, რკინა თუ რა არ ვიცი. აი როგორც შამპანიურის ჭიქა. მაგდაგვარ სტილში არის ფიალა. ხო, მაგრამ შამპანურის ასე ვთქვათ ბაკალი არის შევიწროებული და აქ ფიალა არის გაფართოებული და ფიალას სულ მავიწყდება. ფიალა, ამ ფიალის დაბოლოება არის დამგროვებული გარეთ. ეს ფიალა დაყოფილია რამდენიმე სექტორზე. ეს ფიალა დაყოფილია 12 ნაწილად შიგნიდან. 12 ნაწილად როგორც პიცა, მაგრამ ეს ნაწილები, ეს სექტორები 12 სექტორებათა დაყოფილი ეს ფიალა და ერთი ნაწილი მუქია, მეორე ნაწილი ღია, ერთი ნაწილი მუქია, მეორე ნაწილი ღია და ასე შემდეგ. თან ამ ნაწილებზე არის წარწერები. მე მესმისო, რომ აქ არის სიტყვებიო დაწერილი, მაგრამ ფრაზების დაბოლოებას ვერ ვხედავო. ამ ფიალის ბოლოში, ფეხის ბოლოში, რომელსაც დგას თითო ფიალა, ქვევიდან, იატაკიდან გამოდიანო სამკუთხედური ფორმის რაღაც ქვის მაგვარი რაღაც ქვებივით, მაგრამ ამ ქვებს აქვს სამკუთხედი ფორმა, რომლებიც იმეორებენ ფიალის ფორმას, მაგრამ იქ არის ის შეიცავს სულ სხვა ინფორმაციას. და ახლა შეკითხენ ტალებთ, როგორ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული ამ როგთან, აი ეს კონსტრუქცია დაკავშირებული ამ როგთან, ამ ვიწრო გამოქვაბულთან. და ტალები პასუხობს, რომ ეს არისო მხოლოდ ნაწილი მექანიზმისა, რასაც თქვენ ახლა ხედავთო, ეს არისო მექანიზმის ცენტრალური ნაწილი. და ეს ნაწილი ასრულებს რეზონატორის როლს, მაგრამ მთავარი როლი რეზონატორის როლია, მაგრამ მას აქვს სხვა ფუნქციებიც. ეს ოთახიო ტრანსფორმირებას უკეთებსო ვიბრაციებს, რომლებიც მოდისო დედამიწიდან, ცვლის სიხშირეს შეკვეთით. და ეს ტიბეტელები, რომლებსაც ჩვენ აქ შევხვდითო, ესენი არიან მონახი, ბერები უფრო სწორად, რომლებიც ამ კომპლექსს
პატრონობენო და გიპნოზორმა დაუსვა შეკითხვა, როგორ შეგვიძლიაო ჩვენ ადამიანებმა გამოვიყენოთო ეს ცოდნები. ტალებმა უპასუხა, თქვენ ვერ შეძლებთო ამ ცოდნების გამოყენებას. თქვენ შეგიძლიათო ის განკურნება გამოიყენოთო, რომელიც ნახეთო შესასვლელთან. რომ დარბაზში შემოდით. იქ შესაძლებელია ლევიტაცია, მატერიალიზაცია, სხეულის გადატანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რაც თქვენი ცივილიზაციისთვის ჯერ უცნობი არისო. ჩვენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას ვერ შეძლებთო, ამბობს ლეტალია, რადგან ჩვენ არა გვაქვსო ამ ტექნოლოგიების გამოყენების სათანადო სივრცე, რომ ტექნოლოგიები გამოვიყენოთ. მას სჭირდება სათანადო სივრცე და ჩვენ სივრცეში ეს ტექნოლოგიები უბრალოდ ვერ იმუშავებენ. ეს გამოქვაბული დაკავშირებულია დედამიწის ცენტრთან. ახლა კი გიპნოზორი თხოვს ლეტალიას დატოვოს ეს ადგილი იმავე გზით, რა გზითაც ის შევიდა ამ გამოქვაბულში, ამ ტექნოლოგიურ ოთახში. და შენ თხოვიო ეხლა ტალებთ, მე თხოვო ტალებთ, არა უფროსწორად, ლეტალიას ეუბნება, ახლა შენ გახდიო ისევ არსება ტალებტი და მე თხოვო ტალებთ გვაჩვენებსო შამბალაში შესასვლელი. მე ვთხოვო ახლა არსება ტალებთ გვაჩვენოსო ჩვენ შამბალა. ლეტალიას თვალებითო რა ადგილი არისო ეს და სად არისო განლაგებული. შამბალა, ახლა ლეტალია პასუხობს, შამბალა არისო განლაგებული იმავე განზომილებაში, რა განზომილებასაც ეკუთვნისო ეს გამოქვაბული. ორივე ადგილი, ორივე ველი დაკავშირებულია ინფორმაციულად ერთმანეთთან. შამბალა არისო განლაგებული ჩვენ განზომილებაში, მაგრამ შამბალა თითქოს არისო განლაგებული კედლის მიღმა. შამბალა ახლოს არისო, მაგრამ ამავე დროს მიუწვდომელი. გიპნოზორი უსვამს შეკითხვას, შეიძლება თუ არა ახწერო ეს სივრცე. ლეტალია პასუხობს, შამბალა არისო მრავალ განზომილებიანი, მრავალ დონიანი. შენ რომელი დონე გაინტერესებსო? გიპნოზორი ეკითხება, რამდენი დონე არსებობსო? ტალებტი პასუხობს, 9 დონე. გიპნოზორი ეკითხება ტალებთ, რომელ დონემდე შეუძლიათ ადამიანებს თავისი ცნობიერების დახმარებით მისვლა. ტალებტი პასუხობს, ჩვენ ახლა შეგვიძლიათო ყველა დონეზე ასვლა. მაშინ მოდითო ყველა დონეები დავათვალიეროთო. პირველი დონე ყველაზე დაბალი არის ყველაზე ძველი. შამბალა რაც უფრო დაბალ დონეზე ჩადიხარ ამ შამბალაში, მით უფრო ბნელია. ლეტალია პასუხობს, რომ ჩემი ცხოვრებიდან მე ვიციო, ეს არისო პირველი სართული, პირველი დონე ყველა რასების გენოფონდი, კაცობრიობის ყველა რასების გენოფონდი. იქ ზილარიანოს სრულ სიბნელეში, იქ არისო რბილი, თითქოს ჭეღუჩა ატმოსფერო, თითქოს და ჰაერი შესქელებულია, რატომღაც მე მომიხდა იქ შესვლა სხეულთან, ჩემი სხეულთან ერთად, ალბათ ფიზიკური სხეული გულისხმა. თუმცა მე ფიზიკურ სხეულში არ შევსულა, რომ იქ შევედიო წროს სხეულში, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვსო, თითქოს და ყურებზე ვზნობო წნევის მოქმედებას,
აი ხომ იცით აი ზეთრფინავში ზიხა და ყურები გეკეტება. ხო, ალბათ ამდაგვარად ჩაეკეტა. წნევა რომ ხო მოქმედეს, მაშინ თითქოს ყურებზე რაღაც გაწვება. თუმცა ლეტალია იქ წვლის სხეულში შევიდა. თავისი წვლის სხეულებით შევიდა. ის კი არაო, ყურებში ტკივილსაც გზნობო. თითქოს და მე ჩამაყვინთენესო წყლის სიღრმეში. ზილარიანო არსებები, რომლებიც არ გავლარიანო ადამიანის არსებებს. ეს ყველა არსება, ვინც აგზისო, არიანო გენოფონდის ცველები. ყოველ დონეზე ზილარიანო სხვადასხვა არსებები, ხოლოდ მათ შორის განსხვავება არის ის, რომ ყველა ესენი ზილარიანო სხვადასხვა დროით, რაღაცა დროის ხანგრძლივობით. და სხვადასხვა რასები შედიოდნენ იქ და მცველები ხდებოდნენ სხვადასხვა დროს. ამიტომ მათი ამ არსებების იქ ყოფნა განირჩევა დროის ხანგრძლივობით. მე ახლა ვარო მეორე დონეზე, ამბობს ლეტალია. ეს არსებები ილარიან სამათხეს მდგომარეობაში, ლოტოსის ფორმაში, ხელისგულების ზევითაა. ხელისგულებით ზევით. და ამ მეორე დონეზე სუნთქვა ჭირსო, მაგრამ ცოტა შერბილებული მდგომარეობა არისო. თითქოს აქ მეორე დონეზე ხაერი კი არა, წყალია. აქ მეორე დონეზე არის ესეთი სუბსტანცია ხაერის. თითქოს და ჭაგუჩა, ფსკელი, ანუ ტყლარწი, ჭაგუჩა, რაღაც ტყლარწისნაირი. ყველა სართულებზე იგივე მდგომარეობა, ოღონდ რაც უფრო მაღალი სართულები, მით უფრო ნათელია. გიპნაზური ეკითხება ლეტალიას, რომელ სართულზე ბინადრობენ, რომელი სართულიაო, სადაც აი ცხოვრობენო რა, ბინადრობენო. ყველა სართულზე ცოცხალი არსებები ბინადრობენო. ყველა სართულზე ცოცხლები არიანო. ვინც იქ არისო, ყველა ცოცხალიაო, ანუ ცხოვრობენო ყველა სართულზე. გიპნოზორი ეუბნება, მაშინ რომ მე ცოტა სხვანაირად დაგისვამ უკითხვას, რომელ სართულზე არისო მოძრაობა უფრო. არაო, მასე არ ხდებაო, ყველა სართულზე არსებები იმყოფებიანო სამათხეს მდგომარეობაში, რადგან ეს არისო გენოფონდი. ყველა დონეები განსხვავდებიანო ვიბრაციებით. ფიზიკურად ისინი არცეთ არ იმყოფებაო აქტიურ მდგომარეობაში, ხოლო მათი ცნობიერებები იმყოფებაო აქტიურ მდგომარეობაში და ინფორმაციულ ველში შეიძლებაო გადაკვეთნო ერთმანეთი. ან ჩვენ გადავეკეთოთო მათ. და ისინი არაფრით არ არიანო დაკავებულები, ისინი უბრალოდ აქ ესწრებიანო. ისინი არიანო დედამიწის ლოგოსის ნაწილები. ისინი ქმნიან კოლექტიურ არაცნობიერებად მდგომარეობას. მათ უკავიათო მთელი საინფორმაციო ველი და დუალობაც არ ეხებათო მათ. და ლეტალია ხედავს იქ, სადაც ახლა იმყოფება ყველა დონეს და მეცხრე დონე ყოფილა ახალი შექმნილი. და ეს მეცხრე დონე ამ შამბალასი შეიქმნა 150,000 წლის უკან. დანარჩენი დონები კი უფრო ძველები არიანო ასაკით. და გიპნოზორი ეკითხება, ვინ შექმნაო ეს წინა ცივილიზაციებიო ყოველთვის ქმნიანო ახალ დონეს შემდეგი ცივილიზაციებისთვისო. და გიპნოზორი ეკითხება ლეტალიას, არისო იმისი ესე იგი
ერთი წუთით ცოტა სწორად დავსვამ შეკითხვას. არის თუ იმის შესაძლებლობა, რომ მეხუთე ჩვენი ცივილიზაციის წასვლის შემდეგ შეიქმნება მეათე დონე. შემდეგი ჩვენ შემდეგ მომავალი ცივილიზაციისთვისო. კიო, შეიძლებაო, პასუხობს ლეტალია. და იმის შეზღუდვა თუ რამდენი დონეები უნდა შეიქმნას გადაწყვეტილი არაა ჯერჯერობითო. ყველაფერი დამოკიდებულია ევოლუციაზე. გიპნოზური ეუბნება ლეტალიას, მოდი გამოვიკვლიოთო მე-9 დონე. ლეტალია პასუხობს მე-9 დონეზე არიანო ატლანტები. და გიპნოზური ეკითხება, რა ფორმით არიანო იქ ატლანტები წარმოდგენილი. ისევე სამარხის მდგომარეობაშიო? დიახო, ატლანტებიც მე-9 სართულზე არიანო სამარხის მდგომარეობაში. როგორ გამოიყურებიანო ატლანტები? ეკითხება გიპნოზური. შეგიძლიაო მათი აღწერა. ატლანტები წარმოდგენილი არიანო რამდენიმე სახეობით. მათი სიმაღლე იწყებაო 4 მეტრიდან, თავდებაო 12 მეტრით. ხო, ყველა სიმაღლის ატლანტებია იქ წარმოდგენილი. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა პერიოდში ცხოვრობდნენო ისინი. ამიტომ მათი ბიოლოგიური სხეულების სიმაღლე იწყებაო 4 მეტრიდან. ვინც უფრო რაც ესე იგი უпроსტად ვინც უფრო აი ბოლო 12 მეტრო, 11 მეტრო, 10 მეტრო, ვინც მაღლებია, ისინი უფრო ადრინდელი დროის ატლანტები არიანო. და სიმჭიდროვე რაც უფრო ჭიდრო ხდებოდაო, სხეულები პატარავდებოდაო. ესე იგი რაც უფრო მეტ სიმჭიდროვე სიღრმეში შედიოდნენ, სხეულები უპატარავდებოდათ ატლანტებს. და ამ სივრცეში არც კარები ყოფილა, არც ყვავილები. რადგან ეს სივრცე იმყოფება სხვა განზომილებაში, იქ სხვაგვარათა ყველაფერი. იქ ესე იგი ყურადღებას აქცევენო გარემოს ტემპერატურას, ყურადღებას აქცევენო სივრცეს, ჰაერის შემადგენლობას, რადგან ეს არსებები, რომლებიც ძილარიან აქ შამბავაში, ყველა 9 დონეზე, არიან ფიზიკურ სხეულებში და ყველაფერს უცხდებიან, ყველაფერს აკორდებიან, ყველაფერს აქცევენ ყურადღებას იმისთვის, რომ ეს ფიზიკური სხეულები არ დაიშალოს, არ დაშავდნენ. ამიტომ იმ სივრცეში მიკროორგანიზმები არ არსებობენ. არსებობენ ცველები, რომლებიც რეგულირებას უკეთებენ ამ ყველაფერს, რომლებიც თვალს ადევნებენ იმ სიტუაციას, რაც არის შამბავაში. და ეს მცველები, ამათი მცველები არიან ადამიანები. ეს ის ხალხია, რომლებსაც ჩვენ ხედავდით. ესე იგი, ეს ხალხი ყოფილან ის ტიბეტელები, რომლებსაც ლეტალია ხედავდა გამოქვაბულში. ანუ ამ არსებებს იცავენ თვითონ ტიბეტელები. და ამ ტიბეტელებს შეუძლიათ მე-3 განზომილებიდან გადავიდნენ მე-5-ში. და ეს ხალხი, ანუ ეს საქმიანობა, ტიბეტელები გადასცემენ თავიანთ შთამომავლობას. ანუ ეს საქმე გადაიცემა საგვარეულოთი. და როდესაც ასეთ ამ ადამიანების შთამომავლობა, წარმომადგენლები იბადებიან მე-3 განზომილებაში, ისინი ცხოვრობენ ნახევრად ჩვეულებრივი ცხოვრებით, ნახევრად ფარული ცხოვრებით და ვერავინ ვერ მიხვდება თუ ვინ არიან ისინი.
რადგან ამ საიდუმლოს მალავენ. ახლა მე ცოტა გადავწიე, გასაგებია, რაც მოგასმენდეთ თქვენ. და პანდორა აგზელებს საუბარს და ამბობს. არის ასეთი მთა ბელუხა, გონი ალტაიში. და ბელუხაც არ იკარებს თურმე ადამიანებს, ახლოს არ უშვებს ადამიანებს. და პანდორა ყვება, რომ ერთ-ერთმა ბრაკონიერმა მაღალის თანამდებობამ პილმა თვითონებით ვერფინავით ბელუხის გარშემო ტრიალებდა და ნახა თხა, რომელიც შეყვანილი იყო წითელ წინგში. მას უნდოდა ამ თხის მოკლა, ანუ მონადირეობდა რა. და შემთხვევით კი არა, უბრალოდ ამ ადგილის სულებმა, რადგან ეს კაცი იქცეოდა როგორც დაბა ვიბრაციული, ნადირობდა ცხოველებზე, თან წითელ წინგში შეყვანილ ცხოველებზე და მთა ბელუხას შეიჯახა და დაიმსხვა, ყველა დაიღუპა. იქ ლეტალემაც დაამატა, ხო, მთის სულები თვალყურს ადევნებენო და იცავენო ბუნებას, იცავენო ცხოველებს და ესენი არიანო ასურები. ასურების სულები იცავენ ბუნებას, იცავენ ცხოველებს. და გოგოებიც ამბობენ იმას, რაც მე თქვენ გუშინდელ ვიდეოში მოგიყევით, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერების, ჩვენი აზრების სისუფთავე და ამ პერიოდში დაწყებული 12-დან 28 აგვისტოს ჩათვლით იქნება ორი დაბნელება, ერთი მთვარის, ერთი მზის და ჩვენ შეგვიძლიათო, თუ გინდათო თქვენ ცნობიერების გაფართოება, ვთხოვოთო სამყაროს დაგვასაჩუქროსო საინფორმაციო ცოდნით, ანუ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს, თუ ოღონდ ამ დროს არ გავა თქვენ თუ ფიზიკური რამე მოსხოვეთ, ან ბევრი ფული, ან ქონება, ან გამდიდრება, ან რამე მატერიალური, არა. ახლა ამ ეტაპზე ეს არ გავა. თქვენ თუ რამე გინდათ სულიერობის ხრივ, ან განვითარება, ან ახალი ინფორმაციის მიღება, რამე სულიერთან დაკავშირებული, მაშინ თქვენ აგისრულდებათ. და კიდევ რომ მინდა შეგახსენოთ, რომ რაც თქვენი როგორც იქნება თქვენი ფიქრები და თქვენი სურვილები, თქვენ მაგნიტივით მიიზრდათ იმას. ამიტომ გქონდეთ სუფთა განზრახვები, სუფთა აზრები, იმისთვის რომ მიიზრდოთ მხოლოდ კარგი. და ათქვიეთ სიყვარული, შეძლების გვარად. მე ხარ გეუბნებით, რომ ტოქსიკური ხალხი დაიახლოვოთ. იმიტომ რომ თუ ამ ტოქსიკურ ხალხს, ამ ნეგატიურ ხალხს არ უნდა შეცვლა, ისინი თქვენ მხოლოდ გაგამწარებენ. ჯობია ასეთ ხალხისგან თავის შევიკავოთ და ნუ ავყვებით ტრიგერებს. შეიძლება ჩვენ ახლა რომ ჩვენ გამოგცადონ, ბევრი ისეთი ხალხი გამოგიგზავნონ, რომლებიც ჩვენ ტრიგერობას დაიწყებენ, ნერვების მოშლას დაგვიწყებენ, ან შეცდებიან კონფლიქტზე გამოგვიწვიონ. ამიტომ უთხრდით, ნუ წამოიგებით ანკეზზე, ნუ აყვებით ემოციებს. და ყველაფერი კარგად იქნება. აგრეთვე დაივიწყეთ შიში, დაივიწყეთ ეჭვიანობა, უნდობლობა. მიენდეთ თქვენ საკუთარ თავს, მიენდეთ თქვენ საკუთარ გულებს, მიენდეთ სამყაროს. კიდევ შეგახსენებთ, როდესაც თქვენ რამეზე ნერვიულობთ, თქვენ ძაბავთ თქვენ დროის სივრცის კონტინუუმს, რომლისშიც თქვენ იმყოფებით და თქვენ უფრო დაიმძიმებთ თქვენ მდგომარეობას. ამიტომ ეცადეთ
პოზიტიური იყოთ, ეცადეთ გამოართქვიოთ სიყვარული. ეცადეთ ყოველი დღე თქვენთვის იყოს ბედნიერი. და თურმე უასროთ ტელეფონში ყოფნა, აი, როდესაც უყურებთ, ხანდახან მე თითქოს თამაშების თამაში მივატოვებ, მაგრამ ხანდახან დროის ცოტა დასვენების მიზნით, როდესაც არ მესინება, შევდივარ ხოლმე ტელეფონში და უყურებ შორტებს. თურმე ამასაც აქვს მნიშვნელობა, იგიც მოქმედეს, რატომ და აი, ხო არის ბევრი შორტები, სადაც გაჩვენებენ როგორც კტებიან საჭმლით, ხო? ან რაღაც ისეთ მომენტებს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს. არ უყუროთ ცუდ ამბებს, არ უყუროთ სულელურ ვიდეოებს. ყოველთვის, მენტალური ჰიგიენა დაიცავითო, ამბობს პანდორა. და მოდით, მე ამით დავასრულებ. თავარი რაც იყო გითხარით. მადლობა ყურადღებისთვის.